სპორტში ამ ნავსადგომზე ყოფნას განსაკუთრებული ხიბლი აქვს. გირჩევთ ზღვის სურნელით გაჟღენთილია. ახალ გაღვიძებული ქალაქის რიტმების შეგრძნება სწორედ აქედან დაიწყოთ. ბათუმი უპირველეს ყოვლისა ცნობილია როგორც შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე საერთაშორისო ნავსადგური. ბათუმს ბერძნულად ღრმას ნიშნავს და მართლაც. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ღრმა 58 მეტრის სიღრმის პორტი მოხერხებულ ბუნებრივ ნავთსაყუდელს ქმნის. ნავსადგურს საკუთარი ცხოვრება აქვს. იმის მიუხედავად, რომ ქალაქში სიახლე ოდითგანვე პორტიდან შემოდის, აქ თითქმის არაფერი იცვლება. პეიზაჟს ისევ მეთევზეები, ბაგირები, კატარღები და გემები ქმნის. გასეირნების გარდა შეგვიძლია შევთავაზოთ სამსვენებელს ყველანაირი დასალევი, რა თქმა უნდა ალკოჰოლის გარდა. ყველაფერი ბავშვები უფასოდ აქვს. ყველა მომსწრელი, ჩამოსწრელი, ტრანსფერი კმაყოფილი ალბათ და უფრო კმაყოფილები იქნებიან შემდეგ და შემდეგ. თუკი სანაპიროსთან მდებარე იახტ-კლუბში მცირე ზომის კატარღის დაქირავებას გადაწყვეტთ, მორკალური სანაპიროსა და ქალაქის არქიტექტურას ერთდროულად დაინახავთ. ნაპირთან მიახლოების შემდეგ ზღვისა და ხმელეთის გამყოფ ზოლზე იგრძნობთ, რომ წინ ბევრი საინტერესო სანახაობა გელოდებათ. ძალიან ლამაზი ქალაქია. აქ დასასვენებლად ჩამოვედი და არც უნანო. ყველგან შეიძლება დასვენება, ყველაფერი მომწონს. კატარღით გასეირნებაც. პორტთან ახლოს ეგრეთ წოდებულ პიშევიკებთან, როგორც ბათუმელები ამბობენ, წყალი ყველაზე სუფთა და მშვიდია. აქედან იწყება ბათუმის პლაჟი და ბულვარის, რომელიც პორტის შემდეგ ქალაქის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათია. პირველი ხი აქ 130 წლის წინ დაირგო. ჯერ კიდევ მაშინ აქცენტი განაშენიანებაზე გაკეთდა სუბტროპიკულ მცენარეებს. მაშინ ინტროდუქცია ხდებოდა ცხელმცენარეებით, ჩამოქონდათ მაშინ ცნობილ ინჟინრებს გამწვანების დარგში. 7 კილომეტრის სიგრძის ზღვისპირა პარკი სუბტროპიკული კლიმატისთვის დამახასიათებელი მცენარეების სიუხვით გამოირჩევა. ასლოვანი ფიჭვი, კედარი, კვიპაროსი, მაგნოლია, მარადმწვანე მუხა, ნეკერჩხალი, ტირალა ტირიფები, ცრუ ქაფური, ევკალიპტი, უნიკალური მრავალწლიანი ბამბუკის ხეივანი, პალმები, ქოქოსი, რაზალია, ბზა, ჰორტენზია, ზეთისხილი, ფორთოხლის ხეები. ეს ყველაფერი 125 ჰექტარზეა გაშენებული. პლაჟის გასწვრივ მრავალწლიანი ნარგავებით შექმნილ ხეივნებს სიგრილის გარდა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ეს მცენარეები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა მკურნალობისათვის, განსაკუთრებით ფილტვის დაავადების დროს მშრალი ბრონხიტისას. ისეთი დაავადების დროს, როგორც არის ჰიპერტონული დაავადება პირველი-მეორე სტადია, გულის უკმარისობის პირველი-მეორე სტადია, ინფარქტის შემდგომი აღდგენითი თერაპია, ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი. გამოიყენება აგრეთვე ნევროლოგიაში ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლელებისას, ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს, იმუნიტეტის ამაღლებისთვის. სპორტსმენებისა და უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის ბულვარში სავარჯიშოდ, წვრთნისა და ასპარეზობისთვის განკუთვნილი ადგილები მრავლადაა.
ტურისტები ყველაზე ხშირად რამდენიმე კილომეტრიანი ველობილიკით სარგებლობენ. ველოსიპედის დაქირავება ბულვარის გარდა ქალაქში კიდევ რამდენიმე ადგილას შეიძლება. სპორტის სხვადასხვა სახეობის მიმდევრებისა და პროფესიონალებისათვის სავარჯიშოდ იდეალური ადგილია. სწორედ აქ მოდიან ყველაზე ხშირად ტურისტები და ამ რამდენიმე კილომეტრიანი ველობილიკით სარგებლობენ. ძველი და ახალი ბულვარის მშვენებაა შადრევნები, რომელთა სინოტივე ზღვიდან მოტანილ სიმლაშეს ანეიტრალებს და წყლის თაღოვან ჭაობლებს შორის არეკლილი სხივებით შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. ფრანგული მოცეკვავე შადრევანი ევროპაში არსებულ შადრევანთაგან ერთ-ერთი ულამაზესია. ფერისა და სურნელის სინთეზით შექმნილი გარემო გაზონებითა და დეკორატიული ელემენტებითაა შემოსაზღვრული. ბულვარი არის უნიკალური იმით, რომ გვაქვს სხვა და გვაქვს გამწვანებული პარკი, უძველესი და ულამაზესი. შესაბამისად, ხასიათის მიხედვით ადამიანს შეუძლია დაისვენოს პარკში და ასევე ისიამოვნოს ზღვით. ქართველი და უცხოელი მოქანდაკეების მიერ ბოლო წლებში შექმნილი ნამუშევრები ახლა უკვე პარკის მთელ პერიმეტრზეა მიმოფანტული. თანამედროვე სკულპტორების ორიგინალურ ნამუშევრებს შორისაა კინეტიკური ქანდაკებები, მათგან ალიდანინო ბათუმის სიმბოლოდაა აქცეული. რაღაცა როგორი ის არის, ყოველ წელიწადს ახალი და ახალი რაღაცები ხდება და ეს ძალიან კარგია და ხელს უწყობს უბრალოდ ადამიანების გართობის კულტურას, ვთქვათ. თუნდაც ბევრი რაღაცა ისეთი, რაც ნახავ, ვთქვათ. შეიძლება ზამთარში არ იყოს და უფრო ზაფხულში რაღაც აღმოაჩინო ახალი. ძალიან ლამაზია, განახლებული, აი მართლა ყველაფერი ძალიან მომეწონა, რომ ჩამოვედი, საერთოდ ვერ ვიცანი 2 წელი ანუ აღარ ყოფილვარ აქ და ძალიან მომწონს ის უფთავია, რა თავარია პლაჟზე, არ არის რაღაც საშინელებები არ ხდება და რაღაცა ძალიან კაია, მე ძალიან მომწონს ყველაფერი მართლა. ძალიან მომეწონა აქაურობა, განსაკუთრებით ველოტრეკი, ჰოლანდიას მაგონებს. შვილთან ერთად სომხეთიდან კვარიატში დასასვენებლად ჩამოვედი. ყველაფერი ძალიან მომწონს. აქაურები თბილი ხალხია და ყველა კეთილგანწყობილია. ახალი ბულვარის ხეივანს მოდერნისტული ელემენტები ამშვენებს. ორიგინალური განათება და ქვის ნაკეთობები ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტებისთვის ბუნებრივ დეკორაციას ქმნის. ბულვარის ტერიტორიაზე ღამის კლუბების, რესტორნების და კაფე-ბარების დიდი არჩევანია. ახალ ბულვარში არსებული აკვაპარკი კი წყლის ატრაქციონების მოყვარულთათვის შესანიშნავი ადგილია. $130 წელია ბათუმის ბულვარში ხმელეთიდან მოტანილ სითბოს გრილი ზღვა ურიცვლის. აქ ყველა ასაკის და გემოვნების ადამიანი პოულობს საკუთარ ადგილს. სიმყუდროვის მოყვარულიც და ხმაურიანი, აქტიური დასვენების მიმდევარიც. სანახაობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე აღმოაჩენთ. კაშკაშა სინათლით გაბწყინებულ სანაპიროზეც და ზღვაში, არეკლილი ჩამავალი მზის დისკოს სხივების ფონზეც.